არა, გავიგე არც მინდა და სამენას ლაბარაკობ, ყველანას ლაბარაკობ, სისხლი რა ხელაზე იზრდება. მოგესალმებით თანამემორებო, აქტუალური თემებია და ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს. ბატონი ირაკლი გაგნიძე, კოსტაუს ეზოდან სპიკერი და ბატონი მერაბ შონია, საქართველოს გამარჯვების პლატფორმა. ძალიან საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი, ისეთ თემებზე, რომელიც ნამდვილად საქართველოს უნდა გამოიყვანოს სწორედ იმ კრიზისიდან, იმ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რაც ნამდვილად აწუხებს ყველას. სწორედ ბატონი ირაკლი იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელიც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ბევრი გადაიტანა თავის კისერზე, თავის მხრებზე მოძრაობის დროს, ამიტომ საინტერესოა ბატონი ირაკლის აზრი, ასე ვთქვით ბატონო მერაბ. რომელმაც ბევრი აი საქმეებიც აკეთა საქართველოს. ეს არა ვარ ის ხალხი, რომ ერთმანეთს ვარქობ, მაგრამ არც ის ხალხი ვარ, რომ გეგმები. ჩვენ მაყურებელმა უბრალოდ ეს შესავალი იყო ინფორმაციას მაწოდეთ. თქვენი მოღვაწეობა კიდევ რამოდენიმეჯერ იყო ჩაწერა, ქონდა ამ თემებზე საუბარი. მინდა საერთოდ შევეხოთ მთლიანად დღევანდელ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი სტუმარი ყავს, არა ვარ ახლა იმაზე, რომ აქ ვაკობ. ძლიერია თუ არა, მე მაყურებელი გასაზრდავს, მე შემსას ვლაპარაკობ, რა მხრივ ძლიერი. ის გემოვნების ამბავია. ჩვენ შევძელით და მეგობრება და რაღაცნაირად შემეკითხა ამერან მახარაძე ძმა და მეგობარს, რომელსაც აერჩევდიოდა. რახან მეკითხები, პასუხის გეცოდინება მეთქი და მითხრა, რომ ძმა მაშინ არის კარგი, ის მეგობარიც რო არის. აი, იმიტომ რომ აქ სულიერების ერთმანეთს შევსებაზეა ლაპარაკი. მან თავის მიზნებზე, ამოცანებზე მელაპარაკა, მაგრამ როცა დაუსვი შეკითხვა, იქ ჩვენ უფრო დავზოვინდით და მეგობრით. თქვენ მისია რა არის შენი ორგანიზაციის და მისიის გაფორცელებას როგორ აკეთებ. მე ვნახე რომ ის აბსოლუტურად მითხრა, აი თქვენი რა არის, ჩვენი არის საყოველთაო და საყოველთაო შვილების დამყარება. მისი ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ მისიის ასასრულებაში გჭირდება საერთაშორისო ფინანსები, გჭირდება საიტი და გჭირდება ინტერნეტ ტელევიზია. ჩვენ უკვე საქართველოს საზღვრებს ვარ ვართ. გავდივართ ამ საზღვრიდან. ამიტომ დაფუძნებულია ემიგრანტთა ერთიანი პლატფორმა და ამაში 25-30 მილიონი ემიგრანტია საზღვარგარეთ. მეორე ძალიან ძლიერი განაცხადი გააკეთა ჯულია ბობოხიძემ. ეს არის ასე დედას არ დაეყო შვილი, ანუ ფაქტიურად სოფლიოს ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ძალიან ინტენსიურად მუშაობთ ამ საკითხებზე. თქვენ იცით წინა გადაცემაშიც ვილაპარაკე, ბასარია ვალიერი უნიკუმია პრაქტიკულად, რომელმაც 2005-ში მოახერხა მთლიანად აფხაზეთის მთლიანი თავრობის, დე-ფაქტო თავრობის და აქედან ულუ გამახარია, ერქვანია და ბევრი დეპუტატების ჯერ სოჩი და შემდგომ ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით სანდრიანი კონფერენცია მე გალში უნდა ჩატარებული იყო, რუსეთის უშიშრობა ჩაშალა. ცოტა გულდაწყვეტილი იყო, მაგრამ ჩვენი შეხვედრა დამთავრდა იმით, რომ აი თვალი თავი გული გამოსვლიდა კი ბატონო ეს სუფრითი პრინციპები, რაც გაგზავნეს ალბათ მოდის ეს აქედან მე კონფერენციებზე გადასვლა, მე პრილოგებზე გადასვლა და ასე შემდეგ. რა მინდა გითხრა, ვისთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში სუსტად მინდა ესეთი დავსვა. ესე იგი ადამიანები იყოფიან ორნაირად, რომლებსაც ესე იგი ფანტაზია აქვს ჩარჩოებში ჩასული და ისეთი ადამიანები, რომელსაც ფანტაზია არ აქვს ჩარჩოებში. ფანტაზია ვისაც ჩარჩოებში არის ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ შეუძლია შესაძლებლად ვერ აქცევს. ვისაც კონსპირვა მოაზროვნე ადამიანები ვინ არიან, ვინც ფანტაზია ჩარჩოში არსული, იმას ესმის თავარი რომ უკრავმა იშეკდა პიზდარი. არ არსებობს შეუძლებელია. მე ამის ხელებს საქმეებში რო ვიხედები, მალოცებს რომ ესე იგი ეს მთლიანად დაინახა ეს სურათი და ფაქტურად მე იფიქრა, ისეთ რაღაცები არის შეიძლება რომ გაშიფროს, მაგრამ როცა მივიყვანე რევასტობიასთან, რომელიც ჩვენი გამარჯვების პლატფორმის ანუ ქართული ზალთა ერთობის სპიკერია, აი გარეთ რომ გამოვიდით, მე ვერ ხედავდა ადამიანი, იმდენად მოეწონა რევაზი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგეს ერთმანეთს და სულ თანხმდარში იყვნენ.
ახლა მესმის რომ უნდა დაიწყოს, მაგრამ ასე უნდა ცოტა ხანი ბანამდე სანამ დავიწყოთ. მოდი შევეხოთ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებას. და ეს მიმართულება რა იყო? ახლა მთელი ერთი კვირის განმავლობაში ცოტა მეტი ჩვენ საუბრობთ ბანკებთან დაკავშირებით. სწორედ ეს ბანკები არიან ის ბანკები, რომელიც საქართველოსთან ჩვენი ემიგრანტები, აქცია სწორედ ემიგრანტებმა და დატოვეს ოჯახები და წავიდნენ საქართველოსთან, ხო? და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. კარგად გვახსოვს რომ მაღაზიებში, ქუჩებში ხდებოდნენ ახალგაზრდა ბიჭები და ვინა თუ არა აიღე პარათი, რა კარგია, ეხლა დახარჯა, მე გადაიხდი, ჩაითრიეს ესე ამ როიტყვიან წუნტეში ქართული მოსახლეობა, რომლებიც მიიყვანეს იმდენად ყოფილიყო ემიგრანტები და დღეს რა ხდება? ამ ემიგრანტების გამოგზავნილი ფული ისევ მიდის საზღვარგარეთ და როგორ მიდის? მაგალითად საქართველოს ბანკმა, რომელმაც ერთ-ერთ ფირმას მოწერა ეს რომ შეავსოთ ეს დეკლარაცია რაღაც უაზრო დეკლარაცია, მე ხომ თინანად არ დავიწყებ ამ დეკლარაციის განხილვას. მოკლედ ვიტყვი ერთ მონაკვეთს, რომელიც არის მესამე გვერდზე მითითებული. და ვინაიდან ეს ეხება პოლიტიკას და ეკონომიკა და პოლიტიკა გადაბმულია ერთმანეთზე, ვიტყვი პოლიტიკური ეკონომიკა, ხო? და აი ეს არის სწორედ რაც შემდგომ ეტაპზე სწორედ უღუპავს ქართველებს და ქართულ ხალხს. დღეს რა ხდება ახლა? როცა ბანკი ითხოვს ესე რომ მოგაწოდეთ ინფორმაცია პოლიტიკურ ან მათთან დაკავშირებულ პირებზე. ესე იგი ბანკს რაში მაინტერესებდეს ვინ არის პოლიტიკურად დაკავშირებული პირი, თქვათ რომელიმე ფირმისგან, რომელიც თქვათ თავის საქმიანობას ახორციელებს, ფინანსურ საქმიანობას, მეწარმე არის თუ რაღაც არის, ხო? და აქ ახლა ჩამონათვალი რაშია? ესე პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო პოლიტიკური ფუნქციის შემსრულებელი ფიზიკური პირი. გარდა საშუალო დაბალი რანგის თანამდებობის პირის. ახლა თქვენს ორგანიზაციაში ჩემს ორგანიზაციაში დაბალი რანგის არ არსებობს, ხო? წევრი არის ჩვენი ეს პიროვნება, რომელიც არის მაღალი რანგის, იმიტომ რომ მთელი პარტია და ორგანიზაცია და ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ წევრზე. და შემდგომ ხდება თქვათ ეს აქტიური და თავმჯდომარეა წევრი საბჭოსი თუ ასე შემდეგ. ამიტომ რას გულისხმობენ დაბალი რანგისას? და აქ ახლა მივხვდეთ, ჩამონათვალია და მე მინდა ეს ჩამონათვალი გავშიფროთ თან ვისაუბროთ ამ თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველო ჩათრეულია სწორედ ამ წუნტეში. და თუ არ შეიქმნა სახელმწიფო საადგილმამულო ბანკი, რაც ელია ამბობდა, სწორედ ის ბრუნდება სახელმწიფო, მასე სახელმწიფო ჩვენ ვერ დავდგებით ფეხზე და ყოველთვის ვიქნებით ვიღაცაზე დამოკიდებული. ესე იგი აქ სახელმწიფოს მეთაური, ეს ჩამონათვალია, სახელმწიფოს მეთაური, ესე იგი პრეზიდენტია ახლა ლაპარაკი, მთავრობის ხელმძღვანელი, ესე პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, მინისტრი, მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტის წევრი. და აქ არის მითითებული თქვათ საკრებულო, ანუ თქვათ მერი, ახლა თბილისის მერი პატარა თანამდებობაა. ეს არ არის პატარა თანამდებობა, როგორც საქართველოს ბიუჯეტი მე მგონი თბილისი ავსებს და რატომ არ მიუთითეს, ესაც გასაკვირია. მე მივხვდეთ პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, მმართველი ორგანო, რომლის გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევაში საჩივრდება. გენერალური აუდიტი, მისი მოადგილე, აუდიტორთა ხელმძღვანელი, სასამართლოს წევრი, ეროვნული ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრი და ჩამოთვლილი აქვს ძალიან ბევრი. ესე იგი სულ ყველა სასამართლოები და ყველა. ესე იგი რა ხდება? თუ რომელიმე არის თქვათ ბიზნესთან დაკავშირებული, თქვათ თქვენი ოჯახის წევრი, მან უნდა მიუთითოს ვინ სად მუშაობს ან რა. ეგ ვიცით, ხო. თუ შეავსოთ ინფორმაცია, თუ რომელიმე ბენეფიციარი მესაკუთრე პირი არის, არ იყო პოლიტიკურად აქტიური პირი. ესე იგი მისთვის რატომ უნდა მისცეს თქვათ ორგანიზაციამ ან რომელიმე ოჯახის წევრი ან მეგობარი ან აქ ახლა აღნიშნულია საქმე რაშია. ესე იგი დღეს საქართველოში პოლიტიკურად აქტიური არის ფაქტიურად 70%, ხო? ესე გამოდის, იმიტომ რომ პოლიტიკურად გააქტიურებული და სხვის მიერ ყველა არის რაღაცით შექმნილი. ასეც არ სიამოვნებს იმ პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ როცა შევავეა ცოტა
მოდით ეხლა ესე დავუწყოთ, აქ ჩამონათვალეა და თან აქ რა ასეთ მიუთითეთ დაჟე გელის შვილიო, გელის მეუღლეო და ნუ ასე შეგვიძლია ძალიან მოდი მაქსიმალურად მოვიდაპარაკე. ანუ სიმახინჯე ბატონო ირაკლი რა შეეხება საქმე. სწორედ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. დღეს ეს საქართველოს ბანკი არის დაარსებული ინგლისის ბანკის მიერ და ყველა ბანკები დღეს რაც საქართველოში ფუნქციონირებს, არც ერთი ქართული ბანკი. ყველა ვიღაცის და მასალა ჩვენ ზუსტად ხო, იმიტომ მინდა დაასრულო გამოვიდეთ ამ თემაზე. მამუდო ბანკის საქმეც კი არ აქვს ეს გვართა კავშირებით თვითონ არის პოლარკი და მე მივიდი ასრულეთ მაგ თემასთან და იმიტომ დავიცი ამ თემიდან რომ მაგ თემასთან მივიდეთ რასაც ჩვენ უკვე კარგად გაშიფრული ჩვენ ვიცით რომ მაგის საუბარი როცა დავიწყეთ და ყველგან მივასწრეთ ერთამებს რომ ჩვენი თავი ჩვენ გვეყურნოდეს და მაგაზე იყო რომ ვანიშვილების რა არის ის რაც არ უნდა იყოს სახლი და კაცი თუ ხარ კაცი შეპირული შემგვარს არ მოარჩი და გახსოვდეს ვისი გორისახარო და როცა გამოვდივარ და რამეს ვთქვი რამე არ შემეშალოს მე ვფიქრობ ჩემ გვარზე ამათ ჩემზე გამოაჩემზე იმათ დანაპირებზე გახსოვდეს რომ გვარი არ შეეცვლა და როცა სადე ჩემ გვარზე მიხარია იმიტომ რომ გაღიმეული სახე აქვს და ხალხის წინაშე და ხალხის სახეს ჩვენი გვარია იყო საერთოდ მედროშეთა გვარი იყო მედროშები იყვნენ შუბოსნები და შუბოსნები იყვნენ ისეთი მტვერომრები რომ ერთი შუბოსნები 30 კაცს თავისუფლად უკლავდებოდა და ასეთი ტრადიციები და გვარის მქონე ხალხის გაერთიანება ჩვენ რა გვჭირს ვიღაცის ბანკის გახსნა აქ რატო ჩვენ მე ზეპირად აქ ეს როცა იწყებოდა ჩვენ მოძრაობა მე კაკრად მიმომუშავებდა ბურჩულაზე მაშინ რუკების იმაში და გამოვიტანე მაგისგან სოფლების იგივე რაპარტები უკავეს სოფლებს სულ არაფერი არ ვინა ჩვენ დაგვიბრუნო მის პარტიები ყველა სოფლს დაგვიბრუნო პარტიები აი ეს იქ მაცხოვრებელი გვარები და ისინი ჩავასახლოთ უკან და მივცეთ მაგათ ის რაც მოპარეთ იმის 10% დაუბრუნეთ უკან და თქვენ შეხედავთ თუ ქვეყანას არ ავაყარეთ რისის სამოთხრო რა გქოს ქურდებს რატო ვეხვეწოთ კაცო ესენი ვინ არიან გეტყვით ახლა მე თქვენ აი სულელი სულებს თქვა ისა მაინც იტყვიდა საქმელი უნდა ვთქვათ. როგორ ვიტყვით საქმეს? რა არის ეს ქვეყანას აბარებს სულელს საყირელად ამზადებულებს. რომ გავადვილდეს რაღაცა მართვის პრობლემა თვის მოადგილეთ ის ირჩევს სულელს. სულელი სულელს საყირელად ეშმაკი წყარა დახურებს ღუმელს. აი უნის კარები ერთია ერთი მურსულ მორწმუნეს ჩაფერკლავს უცებ არცი გასაგებია ო რა დარჩება ესე იგი აბსურდის თეატრში რო ვართ მაგრამ არა მე სულელს რატო ვიძახეთ ხალხო ხო მერგუნეები ვარ და ის ქვეყანა წარმოიდგინე ჭურის ჭრილი საერთოდ ხიად უჩვენებენ მაგას და ჭურის უჩვენებენ ღვინო კარგი ღვინო მერე ცოტა უფრო ცუდი ღვინო, მერე უფრო ცოტა, მერე უღურია, მერე მთხრე. აი, როცა თავიდან მოვიდა იმას სულელი ერჩე და იცეკვით, მერე იმას სულელი ერჩე. სულელმა და დავიდა მთხლეზე. დღეს არიან დასული მთხლეზე. აქ ვეღარავის ვეღარ ნახავენ. უკეთეს გარდა იმისა, რომ მაგათი ერთ-ერთი დევიზია კონკავშირების, აგერ გაიხსენონ თუ არა ბევრი და მეგობრები ეციან, ინიციატივა ნაკაზოვებაა. აი არ უნდა გამოიჩინონ ესე იგი თავიდანვე კონკავშირებს ამზადებდნენ მონუმენტ და მაგათელი ხალხი რო იყო აიყოლეს რა ჩვენ საგვარეულო კავშირების შეკრებას თავარი ის არის რომ ჩვენი ვალი და მოვალეობა ყველამ გაუფრთხილდეთ ჩვენს კუთხე კუჩვს და ჩვენს სოფლებს მოვითხოვოთ აი მე მაგალითად როიცოდეთ ახლა მოგიყვებით ცოტა ჩემ ავტობიოგრაფიას. მე ვარ ვაკეში დაბადებული გაზრდილი კაცი ტაბიძის ქუჩაზე. და ჩემი სახელი ბავშვობიდან აი პირველ კლასში ვიყავი, როცა ასეთ პატრიოტული რაღაცა, როცა ჩვენ შევქმნით ორგანიზაცია ჭექა. ჭექა იყო ჭეშმარიტი ქართველი. და როდის და ჩემი პაგალიანა კლიჩკა იყო
ერისტო ჭექაძე. ბიჭო, ერისტო ჭექაძე მეკითხა. ბიჭო, თბილისელი კაცი ვარ და ტოსხო ვაყოლებ. ეს კი ვიფიქრე. ერისა ვარ, და ჭეშმარიტი ქართულის ძე მეთქი და აი ესეთი ერქოდა და მე ძველ ვაკელებს, როცა ვაკელებს ესეივე ვაკელი და ახლა გული მიკვდება რა გე მიწერია ვინა ვართ ვაკელები, აი წერია თავისი როგორ ხდებოდა ჩვენთან ვაკელობა და ვაშკაცობა. რომ გავხდებოდით 4-5 წლის ჩვენი ვაკელებიჭები, უბნელები აბა მზად ახარ ფეხით უნდა ავსულიყავი კუსტვაზე, გადამეცურა მარტოს კუსტვა და კუსტვის თავზე რომ გვირაბია, იქ უნდა გამძვრალი იყავი და მეორე მხარეს კაი ბიჭები, უბნელი ბიჭები გამოგატრევენ და ჭაკოცნიან და ჩვენი ძმა ხარ და კურსსაც გაჭმევენ და ქალებში წაგიყვნენ და ყველაფერი იყო ვაშკაცური მაშინ. ერთადერთი კაცი ყავდა ჩვენ მაშინ კიბო მილიციონერი მთელ ვაკეს რო ყოფილდა. გარჩევა ხდებოდა მეზობლებს შორის არავინ არ ეძახოდა, აი როგორც ახლა რომ პროკურატურა, გენერალური ინსპექცია, სადაც არ უნდა დაწეროს საჩივარი, პრეზიდენტს მიწერო, ანუ უფროსებით რა ვიცი, მეტად უნდა დაწერო ალბათ საჩივარი, ყველა ჩამოდის და უბნის ინსპექტორს მოსდის ისე. ილიონის სახლი მეგრება, კაცო. თვითონ კანალი გაიყვანეს. წყალი გაუსკდა, სახლი ამხელა ბურში გაიტევა ესეთი ისენი ისინი და იგერება ეს სახლი და კაცი შვილი წერა ამ წერილებს კახი კალაძეს მივწერი ერთი 50 წერილი მაინც მიმიღებდი გეტყვი მეთქი წერილი არა ვარ წერილი მაგრამ მაგას კერას უყოლას კაცო ერთ საერთოდ იცი რა მე ასე ტაქტიკა აქვს ჩვენს უშიშროებას რა ყველა უბაში ყავს ერთი ადრე ყოფილი ესა რა მამიკი სინოკი რომელიც დაცაგული იყო სკოლაში და რო დაამთავრა მე ინსტიტუტი დაამთავრა რაღაცა და წამოქაჩი საერთი დაბეზრებით იმით წამოქაჩავენ და უბაში უკვე რაღაცა ჩანს და უნდა უფრო მეტად გამოჩნდეს. სახლი ამხელა 240,000 გამომიყო მერიამ სახლის გასარემონტებლად. მეზობელმა ერთმა მიჩვენა, მეორე მესამე მეოთხემ შემოსასვლელი გადაღება ჩემიო, მეხუთემ პადიეზდი, საერთო პადიეზდი მიითვისა და ამოაშენე ყედები და გაყიდა ჩემიო და მეთქი რა ხდება ხალხო. მე გამიჩერეს ეს პროექტი. სახლი იგრევა რა უკრა 2007 წელს. მე წერენ განცხადებაში რომ ისა ის არ მომცაო რა, ფული არ მომცაო. მე არ დამაინტერესა რომ გავჩუმებული ყავი ის კაცი მის სახსას უკარემონტება მითხა რა. პირდაპირ წერა თავის ბიჭო რა უნდა მომეცა მე თქვენ. ეს მთავრობა პროფული გამოყოს და მე უნდა მიმეცა ეზობლისთვის რა. არ დამაინტერესა. ნუ კაი, მაგას ჩვენ თავი და მაგრამ იცოდით ეთერე. რატო გვინდა ჩვენ გვარიშვილება? და ურიათა კავშირების თავმჯდომარე. ამხანაგობა არის ხარ. ამხანაგობა არის ისე მერის დაქონებაში სხვადასხვა ის ოთახი, რომელიც ჩვენი ოჯეპის ვაკის რაიონის ამხანაგობის ის ვითომ სახალხო ხალხიზიან, ის არის ჩემი გაკეთებული მე გამოვარდი ბიბლიოთეკას. მე ვიყავი ვაკის რაიონის პირველი დეპუტატი ჰელსინკის კავშირიდან. საარჩევნო უბნის უფროსიც მე ვიყავი. 94% ხმა მივიღე მე პირადად. მე ამიტომ ვალდებულიცა ვარ და დილბოდიშსაც ვხდი შევაკელებს რომ მე მახსოვს როდესაც საარჩევნო უბნის უფროსი ვიყავი ბაგებში ჩამოვედი ერთ საათს ხმა უნდა მიმეცა ეს 51 სკოლა და შევედი მივეცხო და გამოვიდა ბიჭები მხდებიან და ბიჭები ხმა ვის მიეცით მეთქი ისე ვეკითხები და ეავე ვიღაცა გამიგზა იყო და იმას მივცედით ხო სხვა მივცედით ისე მესი ამურა ჩემმა მეგობრებმა მე ვერ მიცნეს ის მაგრამ გვარის მიხედვით ვერ ხელა ის რომ ეს უკვე ძალიან კარგი მიღწევა იყო და მაგიდანვე ციბადება რომ ვაის სტუმარი და გვარის ის სხვა არის და სხვა სიტუაციები დატრევდა მათ. ამოვედით ახლა და ახლა გეუბნებით რომ ასე უბნებს უნდა ყავდეთ თავისი როგორც ვიღაც იყო პატრონი. ჩემი ბიძაშვილი იყო თუგა გაგინიძე ვერსაცველი. ბოდიში და ერთი ხუჯერ მაინც იყო ციხეში დამჯდარი რაზე. ჩვენ უბნელ გოგოებს აწუხებდნენ. და სულ მერვოდა თუგას და თუგა უშული წავიდა კარგად დაანგრევდა მას. მიცაჭივე. და ესეთი კაი ვაშკაცი კაცი იყო და ყველა ვისაც არ უნდა იკითხო ძველი თაობა, ყველა იტყვის სული და გულით, ახლა გადასარევი პიროვნება და აი მისი გაზრდილები ვარ ჩვენ თითქმის ჩვენი უბანი რო წამოყრიდა დილას და ვაკის პარკში. აბა განტელები ქონდა დამარხული სტადიონის უკან და იყო რა ეს ჩახუტება
სხვადასხვა ჯუმბერ პატიაშვილს დაგმოდა ერთ-ერთი ჩვენთან ისიც ახალგაზრდა იყო მაშინ აი ესეთი უბრალოდ თაობა ყავდა ჩვენთან ეხლა სიმართლე და გორინტკი ვარ რა მე დაჭრულ თაობას ვეძახე ახალგაზრდა თაობას მოგონოლებით აჭებით კიდე რა არის რეკლამა კინოებში იღებენ და აი ამ ნარკომანს ხდიან გმირად გამოდიან თათრები და თავიანთ ხალხს ხატავენ თოფებით და ყანჩლებით და ომით და ესაა და მაგრები ვარ და ვინ მე თურქეთში ხუჯელავ ნაყოფით თუ ადგილი რა ვიცი ამიტომ რომ მე მქონია ეს ხალხსა და ეგეთი ვაშკაცები ასტამინა არ მინდა გარჩევით ხოლმე ეგეთი არ მინდა ჩვენები კიდე ვაშკაცები ყველგან და აქ ტელევიზორში მინახავენ ვიღაცა ისა ტრიაკით გამოტრიაკებულ ქართველებს ვის რა მაგალითად ჩვენ ბავშვებს აი ახლა ვენაცოლე ჩვენ სპორტსმენებს რა ვენაცოლე ჩვენ სპორტსმენებს დღეს აი ისეთი სული ჩაურევა ჩვენ ახალგაზრდა ხალხმა დაიწყო სპორტზე სიარული და მე გეუბნები ჩვენ დღეს აი აქ მიწერია კიდე მოგეპროექტი ეთნოგრაფიული სკოლა მუზეუმის როგორც ერთ დროს გადაარჩინა ქართველობა იმ პრინციპად რომ თავადაზნაურობა ქალაქში არ ჩამოვიდა თავადაზნაურობა და ქალაქი დაუთმეს ასპარეზად კი იცოცხლებს და ამათ პიტამის სამეათი შვილები რეგიონებიდან გააგზავნეს უცხოეთში სასწავლად და მოაძლიერეს და წამოვიდა გადარჩა გენი იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ისტორიულად შემოვიდა შახაბაძე შემოვიდა ულმაყო შემოვიდა ვინც ღალატით დაუთმეს ქალაქი და მერე მიართვეს ფული მთავრებს რომ ქართული თავადები დაეყოცათ რომ არ ყოფილიყო ინტელექტი იმისა რომ ქალაქში მერათა რაღაცა დაერჩიათ ეს ძალიან კარგად ვიცით ეს ღალატის შესახებ და ახლა როდესაც ვიცმინოთ რაც მე გოში თქვი და აღგეურებდი მერაბის ეზოში რომ მორჩა ის დრო რასაც ქვია რომ აი სტუმრები არიან და პატივ სტუმრები ახლა ჩვენ ვართ ჩვენ ქვეყანაში ვართ ჩვენ სტუმრები ჩვენ ვართ უცირე შეობაში და ახლა კეთილინებეთ მე გეუბნები თქვენს ყველას გვარ გადაკეთებული ხართ გადმოკეთებული ხართ სომხები ხართ ყოფილი ვინც არ დაიყო თქვენ ახართ საქართველოს ჰაერით სულით გულით და სიყვარულით გაზრდილი ჩვენს მიწაზე ხართ თქვენ ორმაგად გეკუთვნით ერის გადასარჩენად ბრძოლა იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი თითქმის აი ესეთი ხალხი რომლებიც ზურგში დანის ჩაცება ევასებათ ან აიძულებენ არიან რაღაც 2-3% და დანარჩენები ხო ჩვენი მეგობრები არიან ათესავები არიან თქვენებს დააკვირდით კაცო ეს ოსიშვილი, ოსაძე, სომხიშვილი, პრანგიშვილი, კუთიშვილი, თათრიშვილი ეს ყველა უცხოთომელები იყვნენ მაგრამ ქართველები გახდნენ და დღეს ჩვენები არიან თქვენ როცა ჩვენ ვიცით თქვენ რომ გვარები გაქვთ გადაკეთებული და პარლამენტში ცოტა ხართ კაცო არ ვიცი ყველაფერი ვიცით კაცო გუში გამოვიდა დუტაზე ლაპარაკო და სხილტაზე კაი გვარი იყო კიდე სომეხი ყავდა კიდე 1000 წელი იმაზე რა ვიცი რა კიდეს ყავრა ქართველი იყო კაცო რა იმ ჰაერს რაც ეკუთვნის და იმ სიყვარულს რაც შენ ქართველმა მოგანიჭა იმის პასუხი გაეც მე მაგალითად ჯარში რო ვიყავი რა გიხსნი კამანდირ ჩასტები ვიყავი და ჩემ ფრთებს ყავდა სომეხიც აზერბაიჯანიც და ქართველები 60 ქართველი ვიყავით სულ 2500 კაცში და ჩვენ სიტყვა გვეთხოვდა მაგრამ სამართლიანობა იყო და ახლაც გეუბნებით თქვენ რომ სულ მორჩა რა ჩვენი ის რომ არის კარგით რა ხო ისტორიულად ვიცით სულად ხვდები როცა აი ამ მიკერძობას აქ და მოპარვას აქ და ჩურჩხელა ჩემია და ხაში რა გინდა ყველაფერი შენი იყოს ოღონ ცოტა მოიქეცი სადაც მიყვა ლიქაური ხუდი დაიხო თუ ქართველობა გინდა ქართულად მოიქეცი ქართველები არიან ის თემი და ის ტომი და ის ხალხი რომლებსაც პირიქელებთან და შუმერებთან ერთად ასე ერთ გაზეთში სიყვარულის გენი გააჩნიათ ეს სიყვარულის გენი არის ჩემო კარგებო რომელიც შეხებაც სხვა უარგის გენებს ორ-სამგეს გადააქცევს მოსიყვარულე გენად იმ გენს უვიძებს ყველა საქმე მაგრამ ყველასთან მიძინებულია ეს გენი და ქართველთან ურთიერთობის ეს გენი იღვიძებს და აი მაშინ ხდება ყველას მომხარია ქართველთა ყოფნა და ჩახუტება და ის ველახმადელო როლაპარაკოს და პად გრუზინო ნილაჟესო ეს სიყვარული ეს გენი ყოველთვის ჰქონდა და ამას აქ ეს თვისება ამიტომ იყო რომ ეთქვენ სოფელი იყიდულობდნენ და იტაცებდნენ და მიყავდათ ყველას უნდა თავისი გენი მხიარული ყოფილიყო თავისი გენი მაგრამ აი იქ
იმ ქვეყანაში სადაც ესენი მიყავდათ ცოტა და იქ დიდი უმრავლესობას პირიქით ეს ჩვენი გენი კი არ ჯობდი ის გენი ჯობდი და ამას თურმინავდა პირიქით და ეს რო არ მოხდეს ამიტომ ჩვენ ვთხოვთ რახან ჩვენთან შემოხა ეს ცოტა იმითი რომ შემოდიხარ ჩვენ გადაიქცევით თქვენ ჩვენი გენი გადაგედებათ ხარიხართან დააბი აზნესისთვის ამფერსაო და აი ზნესაც იცვით და ფერსაც იცვით და კარგად იქნებით და ჩვენს ქვეყანას ავაყავებთ რა არის და ხა მე ნერვიულობ ამას იმიტომ ნერვიულობ რაცო ყავს ვენათესები გაბორი ლაპარაკია თქვენ მე მეგონი არა მყავს ხარ ყავს სომხები ნათესები ძამბები ყავს ოსები ნათესები ყავს ინგუშები ნათესები მეგობრები ყავს ყველა ერთმა და შენ რომ რამეს მიქარავ აი შენ 2-3% დაშნაკების რო ისინი რო ხართ შემოგზავნილი აი თქვენ ხელფასიანი ისინი ხართ ტრები ეს ვიცით ჩვენ რაც სუმგაიჩი მოხდა ისიც ვიცით რომ თვითონ სომხები რო შევიდნენ და თვითონ სომხები რო დახოცეს ვითომ აზერბაიჯანაზე მოლაპარაკებმა და ვითომ აზერბაიჯანელი მიყიდა დაატაკეს ეს ერთმანეთს სომხი და აზერბაიჯანელი რატო ატაკებთ ახლა რას რა ხუჯე მოხვალთ ამ ქვეყანაზე რა კიდათ რა მოგმაგაწუხებთ რით ვერ გეცით პატრივი ისტორიას გადახედეთ სამე გიღალატეთ გიმუხტლეთ აგერ იემენში ვიყავი არაბეთში და იქაც ყავდა კაცო სომეხი ტაჯიკი ეხლა მოგასმენა ტელევიზორზე რომ ირეკავენ და რომ რა სიყვარული და სიტყვა და ეს არის მე მიხარია ეს მე მეძახოთ ეს ტვენი გრუზი ერთადერთი ქართველი ხარო და აი ამ ქართველობისა მიხარო და იმიტომ რომ წინა კაცი რო უკანა კაცის ხილია აი ქართული გენით გადებული ხიც ვენაცვალე მე სადაც დადებითად ხდება და სადაც სიამაყე გემატება როცა ქართველი ხარ მე სოჭაში ტაქსი ჩაუჯექი და შევხედე ნუ ქართველია რა და აევნე გრუზინ და ის გაღიმებული იყო და რო უთხარი გრუზინი და ხელად სახე რა იყო არა ხო არა სომეხი ვარ და უცებ დავიბოხე და ჩავჯექი და პაჩემოტე დაგძელე რატო აკეთებ რო ვეტყვი ქართელია რო ვეტყვი სომეხას უკან სახე ეგრეცებაო და რა არის რა ვარ თუ ამისთან არ ვიცი მე უთხარი ეგ შენებს კითხე მაგრამ განხერ თქვენ მე ერთ რამის მოგიყვებით ახლა მე და ზურაბ კაპიანიძის გაცნობას კიევში ვარ ერთხელ დილას მივდივარ მე კიდე კურორტზე სადაც და კრეშატიზე ერთი ხვიდან მოდის აი ხლა წარმოიდგინე დილის მარტო რომ მოდის ქალვაში რომ მივიდე აქედან მეორე ასე ნისლიანი რაღაცა აბიონი და მივდივარ მე იმისკენ იჩეკე და ახლა ჩემ გვერდზე გოგონა სად ხარ მე ვთხარი რაღაც რა ვიცი რაღაცა ხდება მივედი მიუახლოვდით უსიტყვოდ გადავეხვე და გადავხოცეთ ერთმანეთს და მე მეკითხება სადავარ ქართული ვარ მე ვთხარი აჭერი ცოტაში ქმერი ოი ბუდნა და ჩამეხუდა ისეთი სიყვარულებდა ეკაჩებოდი რესტორანში ეხლაც სოციალია ის მეგონა და არ გერავს რომ ჩვენ აცნობები არა მე ვთხარი იქ შევხვდით პირველად როგორ ასეთი სიყვარული ეს არის ჩვენი გენი მე რა არის იცით კიდევ ერთხელ მინდა მოვმართოთ აი ჩვენ ეთნოგრაფიული სკოლა მუზეუმების მთელი აი ეს მერაბ კოსტავას პირველად მე რო იემენიდან ჩამოვედი არაბეთიდან ეზოში მივედი და მაინტერესებდა ახლა ერთი წელიწადი მქონდა შესვენების და მე უნდა წავსულიყავი ხელახლა საპატიო მოქალაქე ვარ იემენის ოქროთბედი დამაჯილდოვეს ზადოვლის ტიტული და ახლა მივედი რა იმიტომ რომ ირაკლი ახლა მოვიდა ახლა ჩემთან ჯერ უყურებ მერავს მიყურებს ახალი მისული ვარ და ესე მიყურებს რა კაცი იმ დღეს კაი ჩაიარა მეორე დღეს რომ მივედი უკვე ცოტა ხანში როგორ ჩამოვიდა ჩვენთან და ჩავმართა ხელი და ვთქვი ირაკლი მერაბის სახეს მოეღრიცა ხელი აუყავდა და მე ხილაჭი სამკაც და ისე გადავხერ ხელი რა თქმა აი მე დავმეგობრდით შვისაც ირაკლი ქვია და გავდა ძალიან მაგრამ გავს რო ნახოთ ჩემი სკოლის დამთავრების სურათი ვერ გააჩერდ რომ დედაჩემს რო ვანახები მაგის წილის სურათს შენახო რომ მივიდა და მე გვერდიდან არც მომიცილა და აღარც მომიცილა მე გავაცანი ეს პროექტი ეთნოგრაფიული სკოლა მუზეუმი რაზეც მითხრა ვერ სადაც ვერ წახვალო შენ იქნები აქ შენ ქვეყანას ჭირდებიო მე თუ ჭირდები ქვეყანას თქვენ არ იცით რა არის უცხოეთში ყოფნა აი ემიგრანტებზე ლაპარაკობ მე 15 წელიწადი ემიგრანტი ვიყავი
მე ღამე ძილის დროს ერთი ბორჯომის ბოთლი რავდებოდა გულზე, ვერ ვიძინებდი. ესეთი ის იყო განცდა და რა არის ასეთი ურთიერთობა ქვეყანა რომ გიყვარს და ვერ ახერხებს ჩამოსვლას, მე აქ არჩევნების მერე რომ ზვიადისტებს გამიკვირდაპირ ჩამცხრილო თუ ზვიადისტები ოჯახებში იძახოდნენ, ჭანტურია რისთვის კაცო და წავედით მერე და ვიყავით რუსეთში, 3 წელი არაბეთში ვარ ნაყოფი, 4 წელი უკრაინაში, 6 წელი რუსეთში და ასე ყველგან მუშაობდი ჩემი ფიზიკური შრომით. ვარ ენერგეტიკი, ინჟინერ ენერგეტიკი, აი ქვაზე რომ დავსვა, ქვაზე იქ მოვიწყო ცხოვრებას. ისე კიდე და დღეს დღეობით, აი გეოვნებით, ყველა და გეოვნებით თავრობად. ნუ აწვალებთ თავს და ნუ აწვალებთ სხვასაც, ქვეყანასაც. არა ხართ თქვენ პრაქტიკული ტვინის ადამიანები არა ვართ, თქვენი ტვინი მუშაობის ფულის გაკეთებაზე. მიეცით საშუალება, მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენ მოვარო ჩვენ სოფლებს და ჩვენ მიწაწყალს და ჩემი წინაპრების დაოფლარი და ნაომარი მიწა შეგვარგეთ რა. როგორც ხართ უკეთესად იცხოვრებთ, თორე იცოდეთ რომ თქვენ პირადად გამზადებული ხართ, აი დასაკლავად რა ის სოფელში რომ ჩავიდოდი და ბებიაჩემი ციცილებს რომ გაამრავლებ და ავი ყველაზე მალე როდის გაიზრდებოდა იმას ჩემს სახელს დავარქვით. იმას ასუხებდა? ხო. და სტუმარი რომ მოვიდა პირველ რიგში მას წავიდა და ვიშდებოდი რა მოქნა, ახალმწო და ევროპანროს დარდაბდო არ გაქცი ეგენია. მე ერე ლექსად ვიწერე იმას. გასალი არ დაბა უმშობად. უინას ამსადებს მოიგოს და აგერ არის აი საქართველოს ლოქები და ლიფსიტები ვარ ჩვენ. ლიფსიტები ჭამს ლოქები და ლოქოს ჭამს ვერ ზვიგენები, გარეთ რო არიან. და ამათ მივწერე, ვინც წამოგაგო თქვენ ამ ანკეზე, დასუქებულებს ის შეგჭამთ ახლა. წესი ასია, ვინც რომ ასუქებს, როცა ჭირდება დაკლავს ასუქებს. სულ ყველას დაკლავე, ოღონდ თავის დროზე. ყველა ვიღაცას კუმრისთვის ახართ გათვალისწინებული. ისე ვინც თქვენ გადაგარჩევთ, ჩვენა ვართ ქართველები. ჩვენი სისხლი ხარ. თუმცა არეული, მაგრამ რაღაც შეიძლება მოწამლული, იმასაც ჩვენი სიყვარულით გავაბატილებთ, არაფერი არ უნდა. ოღონდ დაფიქრდით რა, ჩვენც ხო ერთი სისხლისანი ვართ. ერთად უნდა ვიყოთ, ერთად ვცეთ ერთმანეთს პატივი. ჩვენი გადარჩენის დრო დადგა და ხმა მოვიღოთ და გავერთიანდეთ. სხვისი ჭირი, ღობეს ჭირი აღარ არის, აღარ არსებობს. ყველა ჭირი ჩვენი ჭირია საკუთარი. ამ მოგიწოდებთ გვარგადაკეთებულებს, გვარგადამაკეთებულებს, ქართველებს, ოსებს, სომხებს, ვისაც კი ერთი ყურბი ჰაერი ჩაკის უთქია ჩვენი დიდებული მიზის, ყველას გევედრებით, ეხლა ჩვენი ერის გადარჩენა. ასე რომ რომელიმე ფრინველია ცხოველი განადგურებული 12 მილიონიდან დასულიყო 2 მილიონი ნახევარზე, განგას ატეხდა მსოფლიო, რომ არ იქა ესეთი გენის ხალხი იღუპებოდა. რა ვქით ბოლო-ბოლო ერთი ის მახსენდება კიდე რომ ცუდას რა თუნდა მტერობა, კარგია მუდამ ტრიანიო, კარგით რამდენი მტერობა, ამდენი ასეთი ძალიან კარგები ვართ, რომ ამდენი ხალხი მტერობთ კაცო. ცოტა მიხვდით რაღაცას და ცოტა ჩვენც დაგვიდოთ და ჩვენც ყველას სიყვარული გადაგიხდით. დიდი მადლობა. უგემესი მადლობა, თუ ნებას მოსენ 3 წუთი ჩემი გულად ვიტყვი, რაც ირაკლი თქვა, ეპოქა შეიცვალა და შეცდები მერწები მაყურებლის მე ეპოქალურ ადამიანთან გვაქვს საუბარი, რომელიც ძველი ენით ლაპარაკობს. ძველი ქართული მეფეების, საზნაურების, თავადების ენით ლაპარაკობს, ისეთნაირად, რომ ის გლეხი უყვარდა, ეს 6 წელი იგრძდებოდა და უყვარდა და რაზეა საუბარი. ფაქტიურად, ესე იგი, მე მინდა აქედან დავიწყო, რომ ჩვენ ვართ ღვთის დანარჩ ღვთის მიერ შექმნილი ადამიანები, ანუ ადამიანი, რომელიც ესე იგი მას ფანტაზია აქვს და იმ ფანტაზიას თუ ჩარჩოში აქცევს, ეს ადამიანი ვერ გადაარჩეს. აქ დაკომპლექსებული ადამიანია. მე ვფიქრობ, რომ მე რა შემიძლია, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი. და ყველაფერი არის სიტყვა. და ეს სიტყვა ახლა რაც ირაკლის სიტყვა, მე და ირაკლი თუ მეორეჯერ ეწერებით ერთად, და ყოველ დარს ვერ გადაახლებთ, გული სიამოვნე დაგევსება. და კონკრეტულად რომ ვილაპარაკო ამ ფანტაზიასთან დაკავშირებით. ფანტაზია არის ორნაირი და ადამიანების შესაბამისად ასე იპოვებენ. ერთი არის ფუჭი და უტოპიური. მეორე ფანტაზია არის მეცნიერულ კვლევებზე, გამოცდილებაზე და იმ ადამიანთა ერთობაზე, რასაც ქვია ქართული პოლიფონია. ანუ ეგზაზე ვილაპარაკებ მე და ირაკლი, რომ ყველა უნდა იყოს გონაშვილი. ანუ ყველა უნდა იყოს ისე ღვთიურად მოლაპარაკე.
ესეც არ არის საკმარისი, ის სიმღერას უნდა ისწავლონ, ესე იგი ეს სიმღერა არის სამოქმედო დირიჟორიც უნდა იყოს, აი სპიკერი რო ყავს რევასოთია, სოფლიოს ხელოვნურმა ინტელექტმა აღიარა ნოբელ პირველ ინტელექტუალად. მოდი ვილაპარაკოთ, რა არის ეს ხელოვნური ინტელექტი? ფაქტობრივად საცავი არის გაბმული კაცობრიობის ცოდნის. რა ინფორმაცია მიაწოდა ასეთი, რასაც ლაპარაკობს, ამაზე ყველაფერი დაფუძნებული საყოველთაო და საყოველთაობო მშვიდობის დამყარება მთელ მსოფლიოში. აი ეს ვერანაირად ვერ მოხერხდება 10 წლების აჟურში მოყვანის გარეშე. ფაქტობრივად ხელოვნური ინტელექტს მიაწოდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც აქამდე არავის არ მიწოდებია. ესე იგი, მსოფლიოს ყველა მოაზროვნეზე ღმერთის ტოლი გახადა ეს ადამიანი. ეს პირდაპირ ლაპარაკობ, ჩემი კი არა ეს შემოგაჭარავა მე რა მოსთავა და ალა იქ რო ვილაპარაკე პატრიარქი რო აკუთხებს ამას, ესეც უნდა ითქვა სხვა რაღაცებთან ერთად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოთხეში დასკრინა და ოთხეში აიღეს. რატომ ეს ხელოვნური ინტელექტი შექმნილია იმათ მიერ, ვინც მართავენ კორპორაციულად მსოფლიოს. ანუ რაზე ლაპარაკი რომ კითხვას აძლევს, უზბასუხს გაძლევს, იდეას აძლევს და კიფასებს, მაგრამ როცა ეს სასწაული მიაწოდა ქართული, შესაბამისად ხელოვნურია ის და გადაიერია და დადო რაც დადო, მაგრამ რატო აიღეს? აიღეს იმიტომ, რომ ხდება ის, რომ აი შეიცვალა ეკონომიკის მოდელი, ონლაინ ეკონომიკა წამოვიდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან გავიდა ამერიკა და შემოაქვს ციფრული ფული და ასევე შემოაქვს ჩიპებს აყენებს თავში. და ადამიანის ესე იგი სხარტი აზროვნება ტელეპათიის დონეზე, ანუ კრიტიკული აზროვნების უნარი იზრდება 1000-ჯერ. მაგრამ მართლადია. აი ამ დროს ესე იგი ფაქტობრივად 4 წლის წინათ ვივარაუდეთ თემურა შაშიაშვილთან, რომ საფრანგეთთან, ინგლისთან, გერმანია გამოვიდოდა ცალკე. რა ხდება ეს თეთრი და წითელი ჭიანჭველების ამბავია, ეს ამბობს, რომ ეს ფაქტობრივად ადამიანს იყენებს მიზნის მიღწევის საშუალებად. რომ ამ კორპორაციები მართოს ყველაფერი, თორე და ესე ადვილად ვერ მართავს ამ საშინელება შიშია პირადად, ხო? აქეთ ეს ამბობს გერმანია, არა თქვენ კეთილდღეობაზე ეს ბაზრის დაპყრობის მექანიზმია. და აქეთ რუსეთში კიდევ ესე იგი ინაწილებენ და აჩვენებენ ერთმანეთს და აქეთ ჩინეთია და რაღაც. ამ დროს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ის, რომ წარმოიდგინეთ დობის პლატფორმა ამ სიტყვის გარეშე ვერ გავხდებით. თუ ჩვენ დობის პლატფორმა გავხდით, ამ შემთხვევაში ერთგლეში ეს მილიონი, 2 მილიონი ქართველი დაждდება, ომონი მოვიდეს როზაგე სვამს ისეთ ქართველთან ძაცნელია. აი მოკლედ თბილისა ირაკლისთვის ნელია. ახლა ისეთი თემები აქვს, რომ აი დოკი არსებულია და მაინც პატრიცების გავარო სამწუხაროდ ჩავეტევი. ანუ ამ გოსმირმა მოაზროვნე ადამიანზე ფანტაზიის ადამიანი ხო ის თავის ხელმწიფე მეტროშია. მაგას უნდა რომ ცხოვრობდეს კარგად და ოცნებობს იმაზე, რომ მისი ოცნების კოშკი ააგო, მაგრამ ჩვენ როცა მას ვთავაზობთ, რას ვთავაზობთ? აი ეს არის როცა ძალიან მადლობელი ვარ ჩუბინიძე ვლადიმერი, განსხვავებული აზრი აქვს. მიუხედავად მაინც მივედით, მადლობელი ვარ იმ თოდრია ბორისია თუ არის საქმე, დავით თოდრია, რომელმაც ასე თუ ისე ჩემ რაღაცებზე ილაპარაკა, მაგრამ ახლა აი ამ ჩემ პასუხში ნახავთ, რომ რატო ვარ მადლობელი. მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რეზერვი რაც ადამიანს გააჩნია, დრო დახარჯა ჩემზე. უარყოფითად და დადებითად. ყველაზე მადლობელი ვარ მუგზარ ვარდიაშვილის. ეს არის მარგი თბილისელი, როგორც არის. მიუხედავად განსხვავებული აზრისა. თბილისელია აი დაუწერეთ წეს არ აქვს, რა გელაპარაკება კაცურად საქმეზე, თორე ადამიანო რომელში ახლა რა მინდა თქვა. აი ეს გონსმირმა მოაზროვნე ადამიანი, მას რო ვაკეთებ და ჩვენ რას ვთავაზობთ? თუ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ სწორად, შექმნის მექანიზმი ხო არ არის მარტო ლაპარაკი. ჩვენ თავაზობთ მას, რომ ერთად განვიხილოთ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხო სასურველი მოდელი. უსაფრთხო თუ არ იქნა ლაპარაკი ყველაფერზე, ანუ ჩვენ მთლიანად ამ მოსაბჭოთა სისტემის ნაწილი ვართ, ერთმანეთს ვართ ყველა ერთად. ამ დროს თუ ის ჩვენ მოდელში ხედავს მისი ოცნების დეტალებს, ჩვენ მისთვის საყურადღებო ხდებით. მაგრამ თუ ჩვენ ამას ადამიანს ვიცნობ და ვეუბნებით, მოდი ერთად შევიმუშავოთ, რას ნისხევს ერთად, არასრული, სრული გავხადოთ, არასრული ზუსტად. აი, აგერ არის საინფორმაციო წერი. ეს საიკითხეთ. აქ წერია მოგრეში ნაცი ჩვენი ეთნოგრაფიული სკოლა მუზეუმის. აი ამის სამკითხვა მე 100 კითხვა მაინც უნდა დავისვათ. მე 100-ზე გაგცემთ პასუხს. ხო, ეს არის გავიგე შემდეგ გადაცემა მიგუძღვა. კი ბატონო, მართალი ხარ, მაგრამ მინდა რასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა ამ ხრივ თქვა, რომ ვიკვეთებით რაღაცაში და რას ნიშნავს, რომ ზუსტი სამოქმედო გეგმონგოს, ანუ ჩვენ ხო რაღაცა ერი არა ვართ, რომელსაც ის გაგვაჩნია ჩვენი ლიტერატურა და წაკითხულიდან აზრის გაგება შეგვიძლია. ზუსტი სამოქმედო გეგმა, როცა ტარიელმა და ფრიდონმა ავთანდილმა დაადგო, ხალხის ციხის აღება იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ვიღაცა არახებში იმიდა.
ანუ ჩვენ თუ ზუსტი სამოქმედო გეგმა გვექნება, იქიდან მომხრეები გამომიშლება ხელისუფლების მხრიდან. აი ეს ძალიან გაზრდის, რაოდენობრივად გაზრდის და ამ რაოდენობრივში თვისობრივის დაცმობება ამას. მაგრამ უკვე საქმის ეს ხო მშვენიერია, როცა ვაჯადოვებთ ადამიანს, იმას უჩნდება სურვილი, мотивация უჩნდება და ამ დროს მისი სისხლის ქიმიური შემადგენლობა იცვლება და გზად არის გადავიდეს ესე იგი მთლიანად მოქმედებაზე. მაგრამ მშვენიერების მეორე მხარეს დავაკვირდეთ, სადაც ილია კაცი ადამიანში აშიშვლებს ელიტას, მაგრამ როგორ აშიშვლებს და მშვენივრად დაასიცხვინოს ის, რომ ასე არ შეიძლება ცხოვრება, აი დღე, რაც თქვა ირაკლი რაც შეთქვი, უკვე მივედით იქამდე და აჩვენებს, რომ გადაგვარება, გადაჯიშება შეუძლებელი. სომეხი ვერავინ ვერ გაიხარებს, ეს საშინელი სასწროს ვერ იშოვის სასიძოს. საგიჟეთია რა. აი ამ დროს აუცილებლად აი ეს პროცესი ბადებს მომავლის პოლიტიკას. ჩვენ ყველას ყავთ ისე შეირია ეს ოჯახები 2% არის დაშტა წუწუნების აგენტები, როგორც მე ვიცი და როგორც იმის დანარჩენი ჩვენი მეგობრები არიან. მე მაგათაც გავიზარდე, მაგრამ ჩემს კლასში იყო შახულოვი, არუთინოვა, ჩვენ ესა ვაკელებია ის ბაბაჯანოვი, ბაბაჯანოვი, რა ვიცი, ყველა ეს გვარები იყო. მე ახლობლობა მყავს, კაცო, მე ჩვენ ახლა თბილისში გადადი იყო, რა ქვია ეს შაჰბატისტი რო ის. კასპაროვი? ა? კასპაროვი. კასპაროვი არის ჩვენ დაიბადა ესა ეს სულთმოთროდში დაიბადა მე წავედი აქედან უმეტესობა დინოს იმას უჩხუბობთ მე რა თქვი ერთი მანჯეროვი ზუბიჩი საერთოდ არ ყავს სომეხი ნახი გვირაცა გამოვაში ბევრი არიან სომხები და ისეთი კაი ხალხი არიან მე ვიცი ახლა ჩემი გვარიდან ვიცი დაჟე რომ ხაშურში დედა ყავდათ გავინიდე და მამა სომეხი მაგრამ სუპერ ზოგი გადმოვიდა ენაცოლოს ჩემი თავი ჩავედით კაი პატივს ვენაცოლების და ქართველებს კიდე იყო ოჯახშიც ვიყავით მე რატო უნდა მივიყო უხერხულად ან ისინი რატო უნდა იყო უხერხულად თუ კი თქვენ 40% ძალიან ცუდ საქმეს უკეთებთ ქართველებს ჩვენ ბოლო გავერთიებდებით მოვილი თქვა და მართლა მოგივლით დარბი და ვიყოთ რა ტკბილად და ერთად შეიძლება ჩაგერთვები აი ბოლოს დავამთავროს და სუსტად აი გამიწამოს ვიტყვი ახლა რომ აი მეორე იმ კაცი ადამიანში ესე იგი სატირის სტილში დაასირცხვილა ეს ქართველები რომლებიც აი რომ და იქ ქართველი და ყველა ერთად იყო აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ როგორც კი ნდობის პლატფორმა გავხდებით აი ახლა შევქმნით ემიგრანტთა ერთიანი პლატფორმა ჟუჟუნა აბაშიძე ხელმძღვანელობაზე ეს მთლიანად სოფლის მოსამართლე სისტემას მოიცავს. მეორე არის ჯულია ბობოხიძე, რომელმაც დააფუძნა და თქვა მარტივი რაღაცა, რომ არც ეს დედაშვილი არ უნდა უხდებოდეს, ახლა ძალიან ძლიერად რამანჩაჩივაია მუშაობს და ჩვენ სპიკერთან ევას მოდრიასთან ყველაფერს ვათანხმებთ, რომ ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობა დაიწყოს. ეს ორი ძალიან ძლიერი პლატფორმა და აქედან ჩვენ არ გაგვიჭირდება 1,000,000% ჩვენ საერთაშორისო ფონდს ერთიან საიზს და ერთიან ინტერნეტები 25-30 მილიონზეა. მე საერთოდ არ მიეჭვება ეს, მაგრამ რა მინდა გავაკეთოთ ამ სოფელთან მიმართებაში. ჩვენ აუცილებლად ყველა ინტელექტუალის წინს დაბეჭდის გადავერთით ფულს და უფასოდ გავარიგებ. მივარ აკვეტელის დიანში, დაველაპარაკებ სოფელს მიუტად პატრიარქის მიერ კურთხეულ ღვთისმშობლის ხატს მუსლიმები იქნება თუ ყველა და ვეთქვით ვინ არის თქვენი გამოჩენილი ადამიანი მის წინს დავბეჭდავთ და ისინი დაგვიდგებიან გააჩერებენ იმათ ვინც აქ ვერ გააჩერებენ არა თქვენ რატო ვერ გააჩერებთ ძალიან წარეთ როცა დაშნაკების ტაქტიკა ეგეთი როცა ბაქოში აპირებდნენ აროლის მოწყობას ჯერ შევიდნენ პულიან სოფლებს დაუვარეთ პული ყველას წაართვეს ვინც არ მიცა აი ისინი დაარბიეს მე აზერბაიჯანების სახელით ნუ ეს უკვე ომია რა ასეთ რაღაცები ჩვენ ახლა რასაც ირაკლი ლაპარაკობს ფაქტიურად ეს კარგად ესმის მოცინავე ადამიანებს მათ შორის ერთ-ერთი ახლა მისი ზვაკაცია კურო მაკაცარია აქ ჩვენ ჯგუფში გაწევრიან და ვახტანგობალია მე ჯანგურ ჩემ ცხოვრებაში ვერ გადავიხდი მარტო ერთი სიტყვის გამო რომ შევარდნაძის მხრიდან გამოაჩინა ადამიანი რომელსაც ჩვენ სასაფლაოების გასვლაზე ვილაპარაკეთ და ეს მოხდება აუცილებლად დასაწყისის ყველაზე საშინელი მეთოდი იმათვინ ვისაც იერიგავთ პირდაპირ ეროვნული მოძრაობის ანუ გვირების მოხაში უდევს ბრალი მე გვიან მოვედი აქ მაგრამ მოვედი აღიარებით ახლა მე რა მინდა არ ჩაერთვას ბაცალი ირაკლი რომ ითხრა
ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს კანტარია შემდგომ ეს აუცილებლად მითხრა პირდაპირ აი ეს არის როცა ისა ჯანგული ჩემთვის არის ყველაფერი რასაც მე თქვი გავაკეთებ ანუ ციხეში და მეგობრდნენ ესენი და ეს კაცი არის მზად არ უნდა აღიარებაც კი არ უნდა ყველასთვის მიღებული ადამიანია რომ შეგვახვედროს მეგობრებთან და მე ვსვი გადაგდელად შეხვედრები და დაუსვათ ეს შეკითხვები რასაც ირაკი ახლა ირაკი რო შევა სმერტენია იქ კაცობა თუ აქვს და მართლა ჩვენი სისხლი თუ აქვს იმან ალალად უნდა ილაპარაკოს ხო რა რომ გამოვალ ერთმანეთს რო ვერტყი ბორჩენილია იმისათვის რატო იმიტომ არის ძროხის მოსაზრნად გავყევი მეზობელს და 4 ნასახლარი ნახე რაც ეკლესიიდან ჩვენ რა ალაიგული შევედი შეთან ლაპარაკობ და შენ ამას ვერ იგებ და აფერისტო ჩვენ და ეს ღმერთი მოხედავს და ღმერთმა დავუყაროს კიდევ ვინმე ანუ მე რისი თქმა მინდა საბოლოო ჯამში რომ აი ასე ამ გზით ჩვენ მივდივარ და ვაკეთებ ყველაზე მთავარს ანუ ხდები დობის პლატფორმა როგორც კი ეს მოხდება და დობის პლატფორმა ჩვენ გავხდებით ერთ წამში მოხდება ეს თემო რომ აი იმდენი გახარება რამდენიც ერთ-ორ თვეში რეიტინგი საწყენად არ მიმიღებ, იმიტომ რომ ძალიან რომ მინდა და მოტივირებული რო ვარ, იმას აუცილებლად მივაცებთ, ხო ვახერხებ, რომ ყველაზე საუკეთესო მეგობრები ერთად ვართ. ყველაზე და იქით იქნება. ანუ რეიტინგი წაიწევა, მაგრამ ჩვენ მივაცებთ იმას, რომ ესე იგი ფაქტიურად ეს გურამაკაცარი ექნება თუ ვინც დღეს ვიადი და მერაბის ტოლია ერთ დღეს იტყვის მოდი ქართულთა შეიგების და გამოაცხადოთ. ვერავინ არის ომონი და ვერავინ ვერ მოვა იქ გაიშლება სუფთა და სხვათა შორის. არა ქართულთა შეიგების დროს ჩვენ ასე ვერ გამოვაცხადებთ, იმიტომ რომ თქვენ არ იცით რა ხდება ჩვენ ძალოვან სტრუქტურებში. ესენი ისე გასვარეს, აი მაგათ უნდა ისე დონეზე არიან დამუშავებული და ისე დროს აი გადაცემას უყურე ხა და მაშინ ავღვიდი მე ერთი ჩანაწერი მაქვს ესეთი, როდესაც კონკავშირულ ქალაქის ბორის ნედაძეში ვაკეთებდი ტბას, პარალელურად ვიყავდი და იქ მქონდათ კურსები, მთელ საქართველოსთან მოხვედავდნენ ენერგიულებს, ლამაზებს, ლიდერობის ნიჭით დაჯილდოებულებს და იმათ ლექციებს უკითხავდნენ, სემინარებს უკითხავდნენ, რომ შეერჩიეთ მომავალი პირველდღმობილები და კონკავშირის. ბიჭე მე იქ ვიწყავდათ ინსტრუქტორები, პარალელურად ცოტა ფული მეტი ქონდა ჩვენ და ვკისრობდნენ და იმათ გამოყავდათ გოგოები. თავიანთი ბიჭო რა საშუალებით მე ვთხარი ეგოები პრობლემა გამოუშვეს გორე და ეხლა მე ვთხარი საერთოდ უმიძგებთ მეთქი ამ ბავშვებს მეთქი და ის ინსტრუქტორი მე აიცა თუ ნახარ ვაკო ვინც რაღაცას მიგარავს და რამეს გააკეთებს ისაყავს ჩვენ ასაყანი აღრიცხვად თორე პატიოსტები წევიდნენ და მოხმობ თოხი იყო საჭირო ისე ვითომ ხურავით ხარ მე ეს დამომახვილდა რაც მე ცხოვრებამ შემახვედრა თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა ვიყავი კონკავშირული ქალაქი ის იყო სპუტნიკი ორგანიზაცია სადაც ასეთივე კონკავშირები მოყავდათ დასასვენებლად საქართველოში თბილისში და იქ მიმაგრებული ყავდათ ამათ ახალგაზრდები ვინც თან ჩვენს ერთ-ერთი წამოვედით მაგალკეზე და შევიდეთ და პატივისცემით მე ისინი მიმაგრებული არ გვეშებდნენ თირა თუ ვინაც შეგიშვათო მე ხო ეს შეგიშვათ ერთი გვაწუწუნეს 3 დღე და მაშინ უნდა იცოდეთ რომ რაღაცებს ვიღებ და არ უნდა გავყიდოთ რა და ჩაგვითრეს რა იმაში ვიყავ და უღებდი რაღაც სურათებს ამოგვებს და მე რა გინდათ მე ახლა მათ მე კი მივხვდი მე რა თუნდაც მაგრამ ვითომ მე თქვენ რომ წახოთ ჩვენ ანკეტზე გავდათ ანკეტზე ვინც წამოაგო და ის უკვე წაიყვანა იქ მე რომ გავიდოდა ისე მინისტრის მოადგილედ თვითონ გავუყოლავდა გზას მაშინ დავუდგენთ ფოტოებს სხვადასხვა ირაკლი აი ამასთან დაკავშირებით ჯანგულის რო ველაპარაკე რომ აი მასალო უკამ ესე იგი პრინჯის ხანაში მილიარდობით მავნერო არის და ომობა ეს ხსენს არბავს ერთის კონსტიტუცია ყველას ჭირდა ჯანგულის რო უთხარი კამერაში ომობას ჰქონდა ვსილი და ახალგაზრდა პატიმარი შემოვიდა და შეშინდა და დაარღვიავდა ინვალიდი გახდა თუ ეს ყველა მწერები იმას დაესია ანუ ცხოვრება ისეთია რომ შენ რო ლაპარაკობ გეთახმები მაგრამ თუ ჩვენ ესეთი გვექნება ურთიერთობა ვიღაცა მაიმუნი ჩვენთან ვერ შემოვა ძალიან გავჭირდება იმას რაღაცა არა მე რა ჩვენ ხო ვთქვით ჩვენ ყველაფერზე გვარის ერთობა რაში აი ეს არის ვინმე დაიჭერენ ან არასწორად გვარი დაუდგებით თავდებში იმ გვარს კიდე სხვა გვარები უჭერს ხარს გვარი მაგიდა და გამოდის ერთი 2000 კაცი გვარი უწდება ერთ კაცს თავდებში და რატო შენ უნდა გააკეთო ფული წაკე უშიშრავ და გაღლიტო ეს გაჭირული ჩვენ ვიღებ პასუხელობას იმ ქართულზე დასაკარგი ქართული არა ყავს კაცო პირაგნი აი თემურ შენ ახლა
როგორც იმაზე ლაპარაკობ, ისე შენზე და არ მინდა ეს რაღაცა. მე თვითონ ვერ ვიყავ, არც ოფურზე, არც მეგროზე ახლაც ეგრე მაიმუნობის ის არის რა. შენ რაც ასწავლე ზუსტი, მაგრამ ორი მომენტი ახლა უნდა დავიჭიროთ, რაც ირაკლი თქვა. აი ამ გვარდაკავშირებით როცა თქვა, რომ დედას უჩდება იმის შანსი, რომ ციხიდან გამოიყვანოს, სესხი ვისაც აქვთ იმათ განულებაზე რჩება, ემიგრანტების დაბრუნების პროგრამაზე რჩება. აი აქ აგროქსელის შექმნაზეა საუბარი, სადაც სუბსიდირების 7 მილიონი ნახევარია ერთ სოფელში დახარჯული რაჭაში, სადაც 10 კაცი ცხოვრობს და მე კონტრაქტორები ვინ არიან ეს ყველა ტენდერს ვინ იდეებს? ახლა გეტყვი. მე რომ მერაბი წავიყვანე რაჭაში. აი წყალდობა რო იყო, ახლა მაშინ და კიდევ ჩვენ ვენახა რა სიტუაცია იყო, რა სადახმარება იყო, ამ დროს იყო ჩამონგრეული მთელი კლდე იქ რაჭაში. წავიყვანე მე მაგის მერე რაჭაში მერაბი და როჩე ჩემს სოფელში მყავდა შქმერში. რო გადმოვიყვანეთ ვერტრეთ დავჯექით ტელევიზიაში ხოლმე არსად არაჩვენებენ მერაბი რაჭაში როგორ იყო. მე სალოცავზეც ვიყავით მე ღებშიც ვიყავით რა ხლა ბევრს არ მოვიარეთ მოვიარეთ ყველა კუთხე კუჭული და ნახეთ რაც უჭირდა რაც შეგვიძლია დავეხმარეთ რა და ერთხელაც რომ უჩვენო არ დაშავდება არაფერი. მე ყველგან დავდიოდი ჩვენ ყველა კუთხეში სახლის შენობრობა როგორ მიდიოდა გვაინტერესებდა. და აქაც გაზელეთის ტბაზეც ვიყავით ყველგან ვიყავით და მოკლედ როგორ დაგუპული იყო მერაბი რაღაც ბევრი კაი ჩვენ შევიძინეთ მერაბის კოსტავას ფონდმა შეიძლება არსებობს ეს მიწები ხო? სოფლებია იტაყადაგე სასამართლოშია ვაჟა ადამიანი მაგის ჩავალი არ უნდა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს სახლები ხო ვიყიდეთ. ის რო იყო არაბებს და იმას რომ მიცეს, ვინ მიცა, საიდან მიცეს, ეს ის მიწები ხო არ არის ჩვენ რაც შევისყიდეთ. ხო და გავერკვეთ, მაგრამ ჩვენ არავინ არაფერს არ გვეუბნება, ერთადერთი ძალა არის გვარიშვილების. აი ეს აი რა ჩაგერთვები რა ძალით უნდა ჩაგერთვები, იმიტომ რომ ეს თემა შევასაც ბოლომდე არ ლაპარაკობ, ეს თემა უნდა გავშალოთ და მინდა რომ თეორიის თვალებში ვნახო ეს ასწავლი რაღაც. ანუ უნდა ვიცი რაზე ლაპარაკობს, რომ 25 წლიანი ინფრასტრუქტურის სამუშაოები იხსნება და მაღალი წარმოების და მაღალი ანაზღაურების სამუშაო ადგილები ამ პროექტში. ეს არის ლაპარაკი რაზე იცი გვართა კავშირებს უჩნდება და არა მარტო განთავსების ობიექტი იცის ამის შესახებ ბიზნეს ველაპარაკი პირადად თავის ოფისთან მაგის მას ალიკოხო შევიკალი ხელში მე ვიყავი რა ვიცი ისა რა ქვია დეპუტატი რო გივიგირის ვან ბალდაძის რო იმანა ზეპირატიცის როცა ჩვენ ვადვიჯექით თემაჩარაშვილი არა სწორი გურამიეს როცა ჩვენ ვადვიჯექით ოფისში და ყველასთან აკავარ ცენტრს ვაგზავნდი მინისტრ ყველა მინისტრთან უხდება და თვითონ პარლამენტში ვაგზავნდი რომ საჭირო ამ პროექტში ჩაერთოს 5 სამინისტრო ჩამოთვლილი მაგ რომელები და გარანტიას ვიწევთ რომ ერთ წელიწადში 30 სოფელს ავაყოვებთ 30 საერთოში ვიყავით ხელშეკრულება კონდადებული რომ თითო საერთო თითო სოფელს უყურებდა და აქ საუბრო კავშირები აქეთ ვიყავით ჩართული საერთო იქით და ხალხი და თემ სოფლიოში ჩვენ დიდ მეგზურებს ვამარაგებდით და ნუ 6 თვეში ეს იყო რა იცი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ვიღაცა მოიპაროს როგორ გააკეთეს და მოიპაროს მაგრამ ჩვენ ყავდა დიდ მეგზურების არმია ყავს უფასოდ რომ მოგემსახურებიან და იმათ ჩვენ აგვიდგეთ აქ მიტევებულ სახლებს გადაუხცეთ სასტუმროებად, ეთნოგრაფიულ სასტუმროებად და ჩვენ თვითონ დაუждებით და ახლა სიყვარული გასაგებია ჩვენ ქონდა ეთნოგრაფიულ სკოლა მუზეუმში კლასები მეოთხე კლასიდან უკვე ბავშვები პირველი კლასიდან იწყება ეს რა არის გლეხს სოფელში რომელსაც იმედი აქვს შვილი რომ გაუჩნდება ერთი ბიჭი მეორე ბიჭი მესამე ძლივს გაზდის სააპირო კლასამდე და მე როგორ ის კოკას დაავლებს ხელს იმას უკვე თოქს რო დაავლებს და გიხარია მამას და გვერდში რო გიდგას და რო წამოიჯდება და უკვე ჯაზე რომ მოვა და უკვე მართლა რო ბიჭი და დაკრავს ფესტა წამოვა და რას იაიჭირავს და რას სამხარაკტიროს იქვე ვაძლევს იმდიკოს არც არ და რა წასასწრელი იქვე ჩაუყვა იაპონიას ამაზე მიდის უცხოელებს იქვე ჩაუყვა კაცო ისინი პრაქტიკული მეცნიერების სწავლენ უცხოეთში მემაგრებულ ქვეყანაში ისინი ჩამოვლენ ამასთან და რო იძახიან ვინოს გავიტანდა
1 გრამი ღვინო არ გექნება გასატანი, შემოსატანი დაგვიდება. მოკეიფე ხალხი ვარ. არ ტრადიციებს ამ ყველა სოფელში სიმღერა, კეიფი იქნება. თქვენ და მალსავეთ რა. დამიყენეთ ეს ქართველი თავრობაში რომ ისე მოკეიფე კაცი იყოს რომ. Irak ეს რომ გაკეთდეს ერთი განცხადება მინდა გავაკეთოთ ვილაპარაკეთ ჩვენ და ნუ ახლა რაღაცა რო არ მოიწოდება უცებ ერთობა და მე სიონები თავხდები, იმიტომ რომ როცა მავსებს და უკეთესი როდებას რატო არ უნდა გავჩერდე სიონებს ვარ, მაგრამ რაც მინდა თქვა. ისმეთ მე სწორედ იმიტომ ხარ თახე რომ თემურ ამიტომ განცხადება გავაკეთო ირაკის დამეთახმება ამაში ზამაჩაჩიბაია ესე იგი ჯერეთი ალექსეი არის ესეთ ნახა ლაპარაკობ ისეთ რაღაცებზე ქართულ ჩოხახალოვში უკრაინელი რუსი ქართველი ეს არის ლოგო შვიდობის დამყარების მეორე ახლა ლამზიარაკის ცდილობა არც კი ვფიქრობ მე დავწერო ნალიბურდულთან ქონდა ანუ გამოჩნდებიან ადამიანები რომელიც სამი ენაზე იქიმს გაკეთებენ მე ამ ეთნოსოფელში რომ ყველაფერი გამიტარდეს და თანხების რო წარმოვიდეს და მარტო თანხებზე კი არა რომ აი რავაშაჩიბაია და ჩვენ და ირაკის და შეთანას მოშერებამას და ის პლუს მინდა მიმართო აი ეს არის ჰოლანდიელი ისა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მოადგილე, რომელიც მიმიწვია ჰოლანდიაში, მანახა ჩემნაირი პროექტი და შენი პროექტი ხუთჯერ უკეთესია. სანდრას დაურეკა, სანდრას დაურეკა იქიდან ტელეფონით. ასეთი პროექტია კაც მიეხმარება და ჩამოვიდეს და მივეხმარებ. ჩამოვედი და ვერსადრები კიდე ვერცადრებიც. ხო და აი ახლა რისი თქვა მინდა რომ ფეისბუქს რით უნდა მიმართო ჩვენ. რომ კონტენტ კრეატორები, პროგრამისტები რომელი ჩამოსულია, ამათ მივცეთ ბინადრობის უფლება. მოხალხებაზე არ არის ლაპარაკი. იმიტომ რომ როცა გადადიან საზღვარს, ფაქტიურად საშიშროებაში არა უცებ ომში წაიყვანონ, ან გადადიან საზღვარს და მე მაგათი ერთით მაგალითად არა ისე. როცა სამოროლო კავშირის სტუმრად ითვლება ეს კაცი. სხვა რამეს ლაპარაკობ. არა, ხო, რა ვიცი, ტურისტული მარშრუტის სტუმარი ეს უკვე ღვთისაა. ავიღე, სხვა რამეს ლაპარაკობ ახლა ერთი წუთი. არა, ეგ ბინადრობას ულაპარაკობ. არა, მე რას ლაპარაკობ, მაგას გეტყვი რომ ესე იგი ფაქტიურად ეს ადამიანი რო გადადის ომში წაიყვანილ მის საშიშროებაზე და მე რო გადადის ეგრევე მისი აქტივები სანქციის ქვეშ არის და ამიტომ მიდიან იმაში ჩემდერ წავიდა ეგ დუბაიში ძალიან ძნელია რა სულ პოტენციალ ფანჯარას გაარგებ და ის შემოდის და წარმოვიდნენ ახლა დიდარი ქვეყანა იქ და ჩვენ როგორი შეგვიძლია ეს 4 წელიწადში დუბაიზე უფრო დიდარი რას პროექტს ლაპარაკობთ მაგრამ ამათ რა შეუძლიათ ფაქტიურად ესე იგი ლაპარაკია იმაზე რომ მათი მეშვეობები ჩვენ ამ ეთნოსოფელსაც ჩაუყვით და თვითონაც ნახავენ ეს რა საგანძურთან არის კავშირი და რა არის ქართული სტუმართმასპინძლეობა ერთის მხრივ მეორეს მხრივ მათი მეშვეობები ჩვენ შევქმნით საფუძველს რომ ქართული სასწაული ქართული პლატფორმა იყოს 1000-ჯერ უფრო დიდი ვინემ დაუშვათ Facebook-ი და ის იმიტომ მთლიანად აპოსაბჭორო სისტემა საერთაშორისო სარეკლამო კომპანიას ანუ წარმოდგენილი გაქვს რომ აი ამ სივრცეში ახლა ვინც ეკონომიკაში ერკვევა თავისუფლად ნომინალურ აქციას ყიდულობს ემიგრანტი თუ რაღაცა და ისინი ამას ყიდიან იმიტომ რომ დაინტერესებული არიან და ფულსაც აკეთებენ. მილიონი აპლიკაციები იწევს მუშაობას, მაგრამ ეს ყველაფერი მე საფუძვლად ედება ეს შემოსული ტრანზაქციიდან მაგალითად აი იანდექსის 30,000 ზოლია დღეს საქართველოში და ერთი ტრანზაქციიდან ერთი გადაყვანა და 19.13% შეიძლება საერთო პლატფორმაზე. აი ამ გადარისხდიდან ამ ინფორმაცია იქნება არასამართლებრივ ქვეყანაში ნურავი მომეტყვის ნებისმიერი რომ რაიმე სუბიექტების შორის ეკონომიკური კავშირი შედგება. ჩხუბი დამთავრდება უცებრივ დედმამა შვილები დავებიან და შენ რაც ხდება დაჯარიმები და იმით, მაგრამ ინფორმაციის გაყიდა შეიძლება. ეს ფული რაში უნდა დავხარჯოთ? რასაც დავარაგოთ, რომ ყველა კავკასიელის, ყველა მსოფლიოს, ესე იგი, ამათი წიგნები პირველ რიგში კავკასია, აი ყურე რა ხდა სამართალ დამცავი შემოვიდა ამერიკიდან პენიტენციარულ სისტემაში პატიმრობა, უადო პატიმრობა, გათქვა ესეთი ერი არსებობს, შეიქმნა საგინძელი ხალი რომ ნახა. იმდენად ღრმად არის ეს კავკასიური დედა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არ შეიძლება აკაკი ჯორჯაძის იმაზე არ დაბარაკო, ლია კუტალაძეზე, ვიოლა მამალაძეზე, 140 სხვადასხვა პლატფორმაზე დევს და უთხარი ესე, მაინც დობით იმდენად არ მიყურებენ ახლა თანდათანობით დავიაკონე, იმიტომ რომ თვითონ ლევასტოდრიმ გააკეთა ეს რომ მოსული სიტყვა, ღვთის სიტყვა გავხადოთ პირველი. ბევრს ახლა იქ იყო, ის აკეთებდა აკაკი ჯორჯაძე უყურა 10 თუ 20 წუთი ხავს ეს კაცი დაანახე, მაგრამ მისი პოლიტიკური ნაწილი რომ დავწერე, სტორია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რატო არ მოვიდა, იმიტომ რომ ყველგან ნეპოტიზმია, ყველგან რაღაცა ერთმანეთის აუტრალობაა და
სიზურვილი გვაქვს, რატო არა გვაქვს მე და ირაკის აი გესიკაჯაიას თუ ესმის ახლა სულ უჭირს ყავს მიჭრის, მაგრამ ჩემს გარკვეულსაც ვარი არა, მე რა რომ მიჭრის. მიჭრის იმიტომ რომ ჩემზე მეტი იცის და აი კონკრეტულად პროგრამინდა რომ კარგად გამოვიდეს. ხო, ეგ არის თავასწორს ამბობ, მაგრამ შენზე ნაკლებად მე ის ფინანსურ ხარას მე ვხედავ და აი ეს ხედვა იცი როგორ არის, ან გაქვს ეს ხედვა, ან არ გაქვს ეს ხედვა, თუ შენ ეს ხედვა გაქვს მაშინ ამ ხედვით უნდა გამოვიდეთ რომ მთლიანად ვიფიქროთ ამ პოსტსაბჭოთა სისტემაზე და თუ ეს ძალა გავხდებით ჩვენ მაშინ გამოხდება იცით რომ რუსეთში დაიწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ფაქტიურად ეს ომის შეჩერებას ნიშნავს და უნებრივად ახლა გერმანია და რუსეთი დაწყვილდება და ებრაელები გინდათ საერთოდ ჩვენ ებრაელებთან იმ ხრივ უნდა დავიკავოთ საერთოდ რომ ისეთ ადამიანებთან ვინც თამაში წესი იცის და ეს რას ნიშნავს ახლა ვიღაცები წარმოიდგინე აი ის რომ ახალგონებს ჩურჩა და რატო ფიქრობენ რომ გაჩერდი კარს გავაღებ და გიპასუხებ რომ დებიები ხო არა ვარ კაცო ანუ მოდელს ვქნით სადაც ვერავინ ფულს ვერ შემოიტანს და თუ შემოიტან ჩვენი წესი თუ წაიღოს თავისი ინვესტიციები და რაღაცა პროცენტი მაგრამ აქ ფულზე ხო არ არის ლაპარაკი ფაქტიურად გამოდის რომ უფლის ციხე არის მეორე იერუსალიმი ანუ მარცხდება ევასტობიერება და მოდის ლაზარე მარიამთიშობის ნობიერების სიყვარულის სივრცე იქნება სიზმრის სამყაროში და ესე იგი რა ხდება იცი აი როცა ბიბლიაში ეს მომენტია როცა ქრისტე და მამაკაცია წარმოიდგინე ახლა ჩავისახე 200,000-დან ერთი სპერმატოზოიდი გახსნა ესე თესლი გაგვივდა დედაშებს კარი მუცელში მან განიცადა უსასრულო უკიდურება რომ ხდა ეს ფანტაზია ხო და თალღერთი გახდა ჩვენ ვერ ვერთოთ ახლა როცა დობის პატრონა და ქალებს დავაბრუნოთ როგორც დედოფალზე კადრება გაუნულიეთ ყველაფერს და ჩავიკრავთ აქ და ოჯახი ჩავაკრავთ ჩვენ გავხდებით მათი ვერთები ანუ რა მოხდება ქალი ჩვენსკენ შემოbrunდება და ბავშვი დედისკენ შემოbrunდება და ოჯახის სიწმინდეზეა ირაკლი ლაპარაკი და გვარიშვილობაზეა ლაპარაკი ჩვენი დაგრევა დაიწყო როცა გვარებიდან წამოვედით როცა ის ვარტაკავშირის დაგრევაზე ფაქტიურად ჩვენ ეპოქალური ადამიანი მოვიდა ჩვენთან სტუმრად მეორეჯერ ამერან მახარაძე მინდა დავპატიჟო ჩვენ ყველაფერს ერთმანეთთან ვათანხმდით მესამე მეოთხე და დამიჯერეთ რომ ხალხი დავიწყებს მოსვლას იმიტომ მოსასმენს ლაპარაკო და თამადა ვანთავრებ თუ მოსასმენს ამო დასალევიც ილებო ხოლმე სუპერ გააწყდა თუ დებილს ნიშნავ თამადას ჩხუბი იქნება იმ სურაზე რაზე აკეთებ შე ოჯახ გაშინებულო რა შეიძლება ახლა სოფლებს სიძე ყავს ორი მილიონი კარტოში არ გავს ჩემი ბიზაშვილის ისა მაგი რო ეკითხები ვილახარ თბილისელი ხო ეს ჩვენი სოფლები ყველა ჩვენი ის არის მაგრამ აი თუნდაც აფხაზეთში რო ავიღოთ ახლა ძალიან რთული თემა შენ ბასარია რო არის ამან მითხრა შონია მონია იქ არ ვიცი თუ ჩვენო მე ქართველი ვარო 70% ბასარიები შენ იქ ჩადიხარ მაშინ იმის გვარი აიღე შეოჯახაშინებული და სესიზობით ნუმაიმუნო და ამ თემებზე კიდე წალკე ვილაპარაკეთ ბევრამში არა ვარ მართალი და დიდ კონფერენციაში ჩვენ ამას კაცურად გავაჟღერებთ მაგრამ მეორე მხარეც არა დეხანი იარას ვაგროვებ ჩემს მოსაკლავად ახლა იმაზე იფიქრე შენ როგორ გადაგვარდები ანუ უდიდესი თემები გვაქვს და ბოლოს მინდა უთხრა იმ ოპონენტებს რომლებიც შემოდიან და მეუბნებიან ეროვნულებში ვის თვლი და დღეს ვილაპარაკეს ეს ყველას ვისაც აღმოი დაუდია და მათ შორის მეც რა შემოვდივარ იმნაირ სიტუაციაში რომ მე არაფერი არ შემეხება ვინ იცის კაცო რატო შემოვდივარ იმიტომ რომ არ მინდა ჩემს შვილიშვილებს რომ ესე იგი ისეთი საზდო შეხვდეს ნუ ახლა კაცურად ვიტყვი არა ადამიანები ყოფიან ჯიშიან და უჯიშო შენ თუ შენ შვილს ისეთ ოჯახზე ათხოვებ სადაც ქალია უფროსი უჯიშოა და იქ ოჯახი დაინგრევა აუცილებლად ქალი კი არა ქალი ყელია და კაცი ის არის ურთიერთთანხმობა უნდა იყოს მაგრამ ქალი ვერ გაზდის კაცკაცურად არ ითამაშო არ დალიო არ იჭუბო არ იმეგობრო და რა კაცია მოა ქალი ის კაცურად არა მამაკაცის გარეშე ვერ გაზდის მამაკაცი მაგალითია და რა არის ქალი არის რაღაც საოცრება რო ეთქვა აი წერანტკი ისევიო თავი მამაკაცია მაგრამ კისერი ქალია იმის ჩვენი ქმედებით თავს აწვდი მატერიალებს ასე აი თქვი აი ძველად რო ეკითხებოდა წყაროზე რას ამოყვენო თულა კერმე ქალი კაცი რა ბავში მუცლიდანზე ბავში ქალს ეტაყვანება დედა იმის წამოიძდება საფოს ეტაყვანება მერე ცოლს ეტაყვანება აი ქალი არის ყველაფრის მაგალითი 99% კაცკაცობა და უფლება
ქვეყანა გადარჩეს ქალების შეუძლიათ ეს და როგორ ფიქრობ შენ ახლა ეს კახელები იმერდები ყველა უნდა ჩავიდეს დუბიში და მეგრულიანის დაცვაზე არ ვილაპარაკოთ დღეს ნახე რა უჩილა ჩავა ტერენ გრანელის საფლავთან მარტო იდგა და ვიღაცა გორი ოტიბაია წეს რომ გენაცვალე რომ ყველას გასაგებებელი საქმეო ყველა ხო აი თბილისში რო ვარ ახლა მე სულ ვამბობ თბილისში მაკვირვებს უბრალო ადამიანები და სოფლად ბუნების იდეადებით. მერა უთხრა იმ თბილისს, ვისაც სოფლელი არ უყვარს და რა უთხრა იმ სოფლებს, ვინ თბილისელი და რა მაყურს. აი ნახე, ადამიანი არაბეშვილის ქუჩაზე ცხოვრები, ვაკელი როგორი ბუნებრივი ადამიანია და რა ხელა მეგობრობა შედგა ჩვენ შორის. მე რა არის ახლა ზუგდიდიდან ჩამოსული კი ამ ცხოვრობ ზუგდიდელი ვარ. სულ არ მიჭირს ყველა ესეთი მეგობრები რომ დავიმეგობრობ თელი სული და გული. იმიტომ რომ ერთნაირები ვარ ჩვენ. ერთნაირად ვფიქრობთ. ახლა არ მინდა არ თქვა ეს რომ უდიდესი მადლობა რომ სიყვარული და სიამაყით ვაჟღერებ რომ საამაყო ტელევიზია გახდა ჩვენი პარტნიორი საამაყო ხელმძღვანელი. აი ეს უბრალოდ ამ სიტყვის ნიშნები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს ავტანტირებული თავს ველაპარაკე ამასთან დაკავშირებით და აცები მკითხა, მე რა მიაწექი ყველაფერი გამოვა. ჩვენ მოვიყვანთ აქ არ მინდა რა ის რაღაცა ჩინოვნიკური ბასარიაზე როცა ამ ხელა შეხვედრა გააკეთა 2005-ში სოჩი მე იქ მთელი იქაური დე ფაქტო ხელმძღვანელობა ჩამოიყვანა ულუგამახარია ესენი აქედან და მე ჩაშალის გალში და როცა მის მეგობართან მიჯექი და უთხარი იმიტომ ჩაიშალა რომ ჩინოვნიკების ენა არ გამოვიდო და ჩინოვნიკების სახალხო დეპუტატის ანუ ისეთი ხალხი მოყვანთ როგორც ირაკლია ბუნებრივად ლაპარაკი მოვიყვანოთ ისინიც ვის არა ბუნებრივად ლაპარაკობ და ხალხმა გასცეს პასუხი მე და ვიტყვი ერთ სიტყვას ხომეს როგორც თბილისელი ნახალოქელი თბილისში დაბადებული გაზრდილი და ჩემი შვილებიც თბილისში დაბადებულები არიან ჩემთვის მაგალითად როგორც თბილისელისთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ რომელი კუთხის არის ჩვენ არ ვასხოვართ ჩვენ აქ ადამიანობას ვეძებთ და კაცობას ვინც რომელი კუთხის ადამიანს სოფელი თუ არ უყვარს იმას არც ქალაქი არ ეყოლება ერთი გამოჩენილი ადვოკატი ინტერვიუ იყო ტელევიზორში და უსმენდი აი ოთხე რომ ჩამოხვედით თბილისში ნახე მარსას სახელს არ ვეთქვი ისაც არ აქვს მნიშვნელობა აჯაბოლა და და ეს პოზაია იყო და რომ ჩამოხვედით თბილისში რა იგზენთო თბილისელებისგან მე თბილისელებისგან სიტყვა სიყვარულს მეტი არაფერი მიუძიებო მხოლოდ ერთიო სულიტყვია რომ აი იმისგან ვიგზენე ვინც 1-2 დღით ადრე ჩამომასო თბილისში იმისგან ვიგზენებოდა ზეწოლა ვიდრე თბილისელისგან და თბილისელი აქ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის არის ადამიანობა კაცობა და სიყვარული და გაგება თავარი ასე რომ ჩვენ არ განვასხვავებთ თბილისი სხვა სიყვარულია და სხვა გაგება და სხვანაირად უყურებთ და აი ეს ვინც ჩამოვასო და ვას ჩამოვიდა იმათთან არის დაპირეს ისინი ვერ უგებენ სწორედ ერთმანეთს ჩვენ ყველაფერს თქვენი გადაცურა არის ეგ არც თუ გადაცურა ვის გადაცურა ის ქართველიაო და ორი სომეხი მიადგა და ერთმა გადაცურა ხო და აი სწორედ სომხებსაც ვიტყვი ერთ იმას ეხლა ჩვენ არა უკვე სოფლები აღარ არის ჩვენ ტელევიზია რატო გაბიტანავდა სტუმარი ხარ ახლა ჩვენ ერთად გადაარჩინა ქვეყანა და სწორედ ამ სომხებსაც ვიტყვი რა ეხლა ჩვენ ტელევიზია დებს ხოლმე აი ეს ჩვენი მიიღებენ ოქროს მედლებს იმიტომ რომ იმდენი ყავს ძალიან ძლიერი სპორტსმენები ვიხარია და უდავთ ქართველებო გილოცავთ ესეთი წარწერით და ნუ დევთ ამ სურათს რომ ოქროს მედალი მიიღო ესეთი წარჩინებული ფეხბურთელები ყავს სპორტსმენები და ვიხარია ნუ და ულოცავთ ქართველებს და ერთად ვიხარ რატო ქართველებო ეხლა ქართველი სომეხიც ებრაელიც და ყველა აი ებრაელებმა დააფასეს ეს ქართველობა და ამ ქართველი ებრაელია და ეს სომეხი მეგობარია, მეგობარი ახლობელია, ვიცი რომ დიდი ხანია და ურთიერთობა აქვს. მე თბილისელი სომეხი ვარ. მე ვთხარ ეხლა წარკაში რომ წახვიდე საცხოვრებლად წარკელი სომეხი გახდებოდი. არა, ფერმოჯა რასაო. ხოდა მაშინ თბილისელი სომეხია, ქართველი სომეხი ხარ და ქართველებისთვის უნდა იბრძოლო და საქართველოს გადარჩენისთვის უნდა იბრძოლო მეტი და არა თბილისელი და წარკელი და ქუთაისელი. ამიტომ ჩვენ ქართველი ყავს ეს ქართველია. ჩვენ ესე ვაყავთ. ახლა სომხები ხო, ქართველი სომეხი და ამიტომ ქართველებო გილოცავთ. იქ სომეხიც იგულისხმება, ებრაელიც, აზერბაიჯანელიც და ყველა რა ვიცი, ვინც არსებობს და ვინც საქართველოს უყვარს და ქართველები უყვარს. მე რომ წავიდე მეთი უთხარი.
ადრე პარტია არჩევნებში ვიხებდით მონაწილეობას და სხვათა შორის აზერბაიჯანის მომიხდა შეხვედრა ორგანიზაციასთან ჩამოვედით და ვათავებდნენ აზერბაიჯანულად ეს ჩემი პროგრამა და ჩემი დროშა ჩავუტანე და რაღაცა. გამოვედი, უთხარ რომ მე ეს მეთქი ჩამოვედი მეთქი და ჩამოგიტანეთ აზერბაიჯანულად მეთქი ეს პროგრამა. ჩვენ არ დავჭირდებოდეს მეთქი ესე საუბარი, რომ იმიტომ რომ მე არ მინდა რუსულად გესაუბროთ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ ქართული, საქართველოში ცხოვრობ და ქართული უნდა იცოდეთ და ქართულად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო არ ეცეთ ქართული მეთქი. ადგა ეს 200 კაცი ტაში დაფიქრა. მართალი ხარ. და აი ჩვენ მხარს დაგიჭერთო, აი ეს სწორედ აი ეს. მართალი ხარ, პროგრამებია გასაგებია. ჩვენ თუ ესე იგი იმათ არის სწავლობს და ჩვენ ურთიერთობა დღეს რა არის, ესე იგი აქ ჩავდივარ ბოლნისში, რაღაც 40 კილომეტრში და ქართული არ იციან. იმან ჩვენ ახლა აი პროგრამებია გიმართოთ რომ თუ რამე კითხვები აქვს მოგწერო, ჩავიწერო და ყველა კითხვაზე გავხსნით. ერთ საკითხზე მინდა ვილაპარაკო ლაზარე ახლებიანთან დაკავშირებით, ჩვენ ეს ბოლსმირმა მოაზროვნეთ და არასტანდარტულ დავაფუძნეთ და ვილაპარაკნი ამაზე, ჩვენ ეროვნული მუხტი რო ავაფეთქოთ, ერთ ადგილზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრება გვართა კავშირთან დაკავშირებით. აი ყველა გვარი კავკასიიდან უნდა შეიქმნებოს და მონიტორზე ახლა ხვალ და ვიზახოს ირაკი კონფერენცია მოდი ვილაპარაკოთ ჩვენ ყველაფერი უნდა დაწვრო 20-ზე უფრო ძლიერი პროგრამაა ჩვენ კონფერენციები იქ გაშგერდება იქ დაფუძნება საქველმოქმედო ტილმაჭარამ გაიგო ლაზარე ეს ის ბიჭია რომელსაც ესე იგი ორჯერ საგიჟეთში დააწვრინეს იქ ეროვნულები იტყვიან მე ვამბობ რომ აბაშიძე უნდა იყოს იქიდან ანუ სხვადასხვა ზიხსენებს ირაკი რომ იმ აბაშიძეს ასლანს ბევრ რაღაცები ეს გაკეთებული აბაშიძე დამუქირავოთ და ოპერის თეატრი იმან და თვალსა ეროვნული მუსიკის აპარატებას გამომართ ორი ვაგონი წავიყვანეთ აქეთ გვარის თავკაცები აქეთ შეგრება აი იქიდან ზურდიჩი უნდა ჩავიდეთ კახელებთან იმერლებთან ერთად ამერულიანასთან მე ჩემი კორპუსი მინდა პეტრიცის ერთ-ერთი თურმე მინდა ჩემთან წამიყვანი ზედაც კიდე წამოყვები არა გვარების ასრაფ უნდა შევიკრიბოთ ჩემს პროგრამაში უნდა უბნეთა კავშირების შეიქმნა აი გადაცემა იყო დღეს მოკლედ ჩემო თანამშრომლები რომ სწორედ აი ესეთი კარგი ხალხია ჩვენთან ხოლმე ესეთი კაი პიროვნებები მოდიან ძალიან საინტერესო პროგრამაა თქო ჩვენ ამ პროგრამაზე ფაქტობრივად არ ვილაპარაკ ესეთ საინტერესო პროგრამა ბატონ ირაკლისაცს გვარიშვილების შექმნასთან დაკავშირებით და ძლიერი პროგრამები არსებობს ესეთი რომელიც ამ თემებზე ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ მოგწერეთ პასუხებს გახსენთ იქნება სწორედ დებატები იქნება ვისაუბროთ და გავუსაუბროთ 4-16-06-31 გვარიშვილთა კავშირის თავმჯდომარები დაგვიკავშირდეთ ჩვენ მალე ჩვენი საიტი გვექნება საიტს ექნება ადმინისტრატორი გულიშვილო გადაგიჭერი დაგიკავშირდებიან მე ეროვნულები ჯორჯაძის ხალხი საერო სამზეო ყველანი ერთად ტელეფონით ხელში გადავალ დავიწყებ სუფრებს ალავარდობას და წელ საქართველოში ესე იგი იქნება დღეს მანქანა რა არიწეს მეგობრებო არა დღეს მანქანა მომღერლები უნდა ყავდესო რა მომღერლები აუცილებლად აი რა სიცილი აი ეს ურთიერთობა საქართველოს ყოველ სიყვარული გადაარჩენს ჩვენ ახლა ეს დრო აღარ დავჭა იმიტომ რომ ისე ცოტათი დავჭეთ საქართველოში ისე ერთმანეთს სამხრეთ უნდა ვეძებოთ და ერთმანეთს უნდა ჩავეყოთ ერთად უნდა ვიდგეთ და ერთიანი ძალით ერთიანი მუხტით უნდა შევძახოთ ერთად დღეს დრო არის გამოფხიზლების იმდენი გახარება ჩემს საქართველოს ჩემს ოჯახს ყველა თქვენთაგანს რამდენი დღეს გუშინ მესამე ძალის ფორმირება მიდის TV მამულში მე ვიტყვი რომ TV მამული არის გემრიელი ტელევიზია ულადეში გადაიჭერეთ დიდი მადლობა სიგეთეთ დიდი მადლობა ჩვენს აი საერთოდ მე გამოგართვენ გადაგვეშტო და წავიკითხა პოგონდი მაგარი გუშინ გადაცემა